მეგობრებო, ასე ხალისიანად მოგესალმებით. ნანიკო აქარი, თათია, ბატონი ჯოყოლა. მოკლედ პოეზია როგორც ასეთი ჩაიწერა გადაცემა, მეტრეველებში ფაქტობრივად მუზეუმში ვიჯექი და წევდი გადაცემას და ნანიკო ორი სიტყვით რა, აბა. ძალიან საინტერესო იქნება გადაცემა, იმიტომ რომ ეს არამხოლოდ არაჩვეულებრივ ადამიანს მერაბ მეტრეველს ეძღვნება, რომელიც იყო როგორც საოცარი ხატვარი, მოქანდაკე და პოეტი, ასევე შესანიშნავად მღეროდა არამედ მთელ მის ოჯახს, იმიტომ რომ აი ამ გარემოში არ შეიძლება ჩაწერო რაიმე და არ ვილაპარაკო მიზიდებულ მშობლებზე და თავისთავად ცხადია ყველაფრის სულის შემქმნელი იყო ჩვენი თათია მეტრეველი, მისი ქალიშვილი, აი ამ ოჯახის შვილიშვილი და მისი მეგობარი, რომელიც სიამოვნებით მოვიდა, რათა ჩვენთან ერთად გაიგეთ. მადლობა მეტრეველების დიდ ოჯახს. აი ამისთვის ყველაფრისთვის რაც აქ არის და რაც იღვაწეს და აცით აგრძელებენ მოღვაწეობას. უნდა დაელოდონ გადაცემას, ხო მე ვფიქრობ კარგი გადაცემა შედგა. არაჩვეულებრივი გადაცემა იქნება. თათია, აბა შენაც გეტყვი. მადლობა თორნიკე შენ ამ ლამაზი გადაცემისთვის. და შემდეგი სტუმარიც უკვე ვიცით ვინ არის, მაგრამ ჯერ არ რა თქმა უნდა, ვიცით, არ აქ არ ვთქვათ, ვიცით. არ ვთქვათ. გადაცემაში გაიგეთ მაგ ყველაფერს და დიდი ილიაც ჩვენთან ერთად იყო და მაგასაც გაიგეთ.